ნოემბერში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დღე აღინიშნება. სწორედ მთელი კვირა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თუ რა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა. თემაზე სასაუბროთ კი შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახავაჭერაძე. ბატონო კახა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მადლობა მობრძანებისთვის. ტრადიციულად ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე ესეთ თემებს, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენს გიხდით მადლობას რომ ყოველთვის სტუმრობთ. ვისაუბროთ ამ მნიშვნელოვან თემაზე, იმიტომ რომ აღინიშნება და მთელი კვირა თქვით რომ დაეთმობა ეს ცნობიერების ამაღლების კუთხით უფრო. ზოგადად ვთქვათ, აი იმ პერიოდში, ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება ამაზე საუბარი და რამდენად ამაღლა ცნობიერება, რამდენად არის წინსვლა ამ კუთხით და საერთოდ რას გულისხმობს ეს დაავადება, როგორ ხდება დიაგნოსტირება, როგორ ხდება მკურნალობა, ან საიდან იწყება, როგორ უნდა მივხვდეთ პირველი ნიშნები რა არის. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაშუქებთ იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ასე რიგად მნიშვნელოვანია და ალბათ საყურადღებოა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მიეკუთვნება ობსტრუქციული დაავადებების ჯგუფს, რომელშიც შედის ისეთი დაავადებები, როგორც არის ასთმა, ემფიზემა, ობსტრუქციული ბრონქიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ანუ კოდი გამოირჩევა განსაკუთრებით რთული მიმდინარეობით. მინდა უბრალოდ მოვიყვანო სტატისტიკური მონაცემები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ დაავადებების ცნობიერების ამაღლება და სწორედ თქვენი გადაცემა არის მიზღვიმი დღეს ამ მნიშვნელოვანი თემისადმი, რომ სოფლიოში ამ დაავადებით არის დაავადებული დაახლოებით მოსახლეობის 10%, 10-11%. სიკვდილიანობით ის იყოფს მესამე-მეოთხე ადგილს გულსიძახვთა დაავადებებისა და ნევროლოგიური დაავადებების შემდეგ, ინსულტების შემდეგ, ხოლო შრომის უნარობით არის მსოფლიოში მე-7 ადგილზე. სამწუხაროდ დაავადება არის შეუქცევადი, განსხვავებით ასთმისა, რატომღაც საზოგადოებაში უფრო პოპულარულია და კარგად ცნობადი ასთმა, მაგრამ რეალურად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გაცილებით მძიმეა. მაგალითისთვის მოვიყვანო, მსოფლიოში არის დაახლოებით 30-40 მსოფლიო ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ასთმით, მაგრამ არც ერთი სპორტსმენი არ არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების. ეს კიდევ მეტყველებს, რაოდენ მნიშვნელოვანია პრევენცია და სიღრმისეული ცოდნა ამ დაავადებების. სამწუხაროდ საქართველოც იმყოფება ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაში ამ დაავადებების და მის ძირითადი მიზეზი გამოწვევა მაინც ეს არის თამბაქო, გარემოს დაბინძურება და ის მავნე ფაქტორები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ სამყაროში. მე ვისმენ ხოლმე, მშვენია ხანდახან და სიმართლე გითხრათ, ბოლომდე პოლემიკაში ვერ შევდივარ, იმიტომ რომ არ მაქვს ამის ცოდნა, რომ თითქოს მითია ის, რომ თამბაქო ნეს ფილტვება, თამბაქო ჯანმრთელობას და არაფერს არ მის და მოვაქვთ მაგალითად, რომ სიტყვაზე გამონაკლისის შემთხვევაში 90 ადამიანს ნახავ, რომელიც ეწევა, მაგრამ ჯანმრთელია. ეს რამდენად რეალურია, რომ თამბაქო შეიძლება არ ნებდეს და არ იყოს დამაზიანებელი ფილტვების. ეს რაც საკვირველია მითია, ძალიან შორს არის რეალობიდან სამწუხაროდ და ეს არის თამბაქოს წარმოებლების ერთ-ერთი სარეკლამო, ასე ვთქვათ, ხრიკი, დიახ. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ საქართველოში ჩვენ აი მცირერიცხოვან ერში დაახლოებით 8-დან 10,000 ადამიანი იღუპება მარტო თამბაქოს მოხმარებით. აქ საუბარი არ არის სხვა დაავადებებზე. მსოფლიოში დაახლოებით 8-დან 10 მილიონი ადამიანი იღუპება. ალბათ დამერწმუნებით შთამბეჭდავი ციფრია. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ ზემოთაღრიცხვული დაავადება იმდენად ვერაგია, რომ დაახლოებით 40-დან 80%-მდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მისი დიაგნოსტირება არის დაგვიანებული. ანუ გვიან ხდება. სიმპტომო კომპლექსი ისეთია, რომ ის ძალიან გავს, ეს არის ხველა, ქოშინი, ტკივილი გულმყერის არეში, იოლად დაღლა, რა ძალიან გავს სხვა რესპირაციული, ანუ სასუნთქის სისტემის დაავადებებს. და სწორედ აი აქედან არის გამომდინარე ის, რომ გვიან ხდება მისი დიაგნოსტირება, გვიან ხდება მიმართვიანობა ექიმთან და შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობაც არის ძალიან დაბალი. ჩვენ ვახსენებთ თამბაქოს მომხმარებლები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის ეგრეთ წოდებული პასიური მწველები, ხომ? იმიტომ რომ სხვა დაავადებები პასიური მწველებისთვისაც აქტუალური არის თავისთავად და იჩენს თავს მათ ჯანმრთელობაზეც აისახება. და ხშირად შეიძლება ეს თავის მართლებაც იყოს, ასე ვთქვათ, თამბაქოს მომხმარებლებისგან, რომ მე ვეწევი და შენ რა შუაში ხარ, ხომ? ასეთ შემთხვევაში ჩემ თავს მე ვაყენებ ზიანს.
რატომ გადგება შენ. ესეც რომ ავხსნათ ბატონ კახა თუ რამდენად დამაზიანებელი არის თქვათ ის გარემო, სადაც თამბაქოს მოხმარება ხდება პასიური მწველებისთვის. ესეც მითი არასაკვირველია, ვინაიდან ჩვენ ხშირად გარემოს და ჩვენ ახლობლებს მეტ ზიანს ვაყენებთ ვიდრე საკუთარ თავს. მაგალითისთვის მოვიყვან რომ თამბაქოს მოხმარების დროს ჩვენ ორგანიზმში შედის დაახლოებით 8000-მდე უცხო ნივთიერება, აქედან 800 არის კანცეროგენი, ანუ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი, თავი რო დავანებოთ სხვა ობსტრუქციურ თუ სხვა ინფექციურ დაავადებებს სასუნთქის სისტემის, ხოლო რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებებს, მინდა ჩვენმა საზოგადოებამ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იცოდენ, იმიტომ რომ საქართველოში მე მაინც ჩვენი ქვეყნის სტატისტიკას მოვიშველიებ, ყოველი მესამეა მწვეველი მამაკაცები 57% მამაკაცების მოსახლეობის, ქალბატონების დაახლოებით 7-დან 10%, თუმცა ამ სტატისტიკას უნდა დაუმატოთ ის აღურიცხავის შემთხვევები, რომლებიც არ არის დაფიქსირებული და სამწუხაროდ მოზარდი ახალგაზრდობის დაახლოებით 5-დან 7% ეწევა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი ასე ვთქვათ, მითს რომ თითქოს ჩვენ ვაყენებთ ხოლო ჩვენ თავს ზიანს როცა ვეწევით და რა სხვას, მაგალითისთვის მოვიყვან რომ თამბაქოს მოხმარების დროს დაახლოებით 25% მავნე ნივთიერებებისა ელიმინირდება, ანუ ქრება. საერთოდ 25 რჩება მწველის ორგანიზმში და 50 გამოიყოფა გარეთ. ანუ ჩვენ გარემო პირობებს უფრო მეტ გარემოს მეტ ზიანს ვაყენებთ და ჩვენ ახლობლებს ვიდრე საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე რაც პასიური მწველობა, სამწუხაროდ ბევრს გონია რომ პასიური მწველობა ეს არის როცა მცირე რაოდენობით თამბაქოს ეწევა. ეს მუდმივი პრაქტიკაა ჩემი პაციენტებთან ურთიერთობის დროს. ეს არ არის პასიური მწველობა, პასიური მწველობა არის, როდესაც ეწევა ერთი ადამიანი, მისი ტანსაცმელი ან გარემო გაჟღენთილია იმ ბოლით, მეორადი ბოლით და ის აზიანებს მის ახლობლებს. ასე რომ რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენ შვილებს, ჩვენ ნათესავებს, ჩვენ თანამშრომლებს, ახლობლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თამბაქოს მოხმარებას ვისაც ცდილობს რომ გადააგდოს, ასე ვთქვათ ხომ, სხვა ჩასანაცვლებელი საშუალებები არსებობს. ესეც ახდენს თუ არა გარკვეულ ზეგავლენას ჩვენს ჯანმრთელობაში. ჩასანაცვლებელ საშუალებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველგან არის მითითებული, ყველა რეკომენდაციაში, გაიდლაინში, რომ მაშინ არის ეფექტური ეს ჩასანაცვლებელი საშუალებები, ეს იქნება საღეჭი რეზინები, პლასტირები, სხვადასხვა ასე ვთქვათ, იმიტირებული თამბაქოს საშუალებები, როდესაც არის კაცრი ნება ამ ადამიანის, რომ მან თავი დაანებოს თამბაქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს მის გამოყენებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით და დეფინიციით თამბაქო წარმოადგენს ერთადერთ, ასე ვთქვათ, ნივთიერებას და პროდუქტს, სასიკვდილო პროდუქტს, რომელსაც ადამიანი თავისი ნებით იცენს. ბატონ კახა, ასე რომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თქვენ თქვით, რომ მსგავსი სიმპტომები შეიძლება სხვა რესპირატორულ დაავადებებს ჰქონდეს, ხო? როდის უნდა მიმართოს პაციენტმა, ასე ვთქვათ, საომავლოდ ექიმს, რომ ეს გამოავლინოს ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, რა კვლევები ტარდება ამისათვის და ეს სიმპტომები, რომელიც ახსენეთ და თქვით კიდევაც შეიძლება იყოს მსგავსი, მაგრამ იქნება ალბათ ამაშიც რაღაც სხვაობა რის მიხედვითაც უნდა მივხვდეთ. აი რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მაყურებელს? უპირველეს ყოვლისა ეს არის სიმპტომები, დიახ, მადლობ შეკითხვისთვის. უპირველეს ყოვლისა ეს არის სიმპტომები, ეს არის ქოშინი, ხველა, ნახველის მომატება, ტკივილის გულმკერდის არეში. აი ეს არის ის სიმპტომები, რომლის დროსაც პირველ ყოვლისა უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების სხვა დაავადებაზე და მათ შორის უკაცრავად მათ შორის რასაკვირველია ეს არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. თუმცა დამერწმუნებით რომ რესპირაციული ვირუსული ინფექციები, პნევმონია, ბრონხიტი, ბრონხოექტაზიური დაავადება, თუნდაც ონკოლოგიური დაავადებები ხშირად თავისი სიმპტომო კომპლექსი ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს ალბათ ჯობია მივიდეთ სპეციალისტთან და სპეციფიური გამოკვლევები, როგორც არის რადიოლოგიური კვლევა, ეს აქ გულმკერდის რენტგენოგრაფია, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაც თავარია ფქოდის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ფილტვების ისეთ სპეციფიური კვლევა, რომელსაც ქვია სპირომეტრია. ეს არის გარეგანის სუნთქვის ფუნქციური კვლევა, რომელიც დღეს თითქმის ყველა კლინიკაში ტარდება საქართველოში და მე მინდა ვაუწყოთ ჩვენ მაყურებელს, რომ
ფაქტიურად ყველა კლინიკაში არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც დღეს მშვიდობიანად და ძალიან პროფესიულად, მაღალ პროფესიულად სვავენ ამ დიაგნოზს. გამომდინარე აქედან, დაიზარებენ, მივიდნენ ერთხელ ვიზიტზე, იქიმთან ჩაიტარონ გეგმიური კვლევა და ამით გააკეთებენ პრევენციას იმ მძიმე დაავადებების, რომელიც წლიდან წლამდე იწირავს სოფლიოში დაახლოებით 3-დან 6 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს. ბატონო გახა, ჩვენ დიდწილად აღვნიშნეთ თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში და სტატისტიკას მოვიყვანეთ ძალიან ესეთი მძიმე სტატისტიკა ამ კუთხით გარდაცვალების, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაავადება, რაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მხოლოდ თამბაქოდან გამომწვეულია, თუ შეიძლება ადამიანად თამბაქოს არ ეწეოდეს, მაგრამ გამოიწვევს და გამოიწვევს მიზეზები თუ არსებობს და თუ არის ესეც გამოკვეთილი მედიცინაში. ნამდვილად არის, უდიდეს როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, როგორც ყველა დაავადებასთან მიმართებაში და აღმოჩნდა, რომ აი ფქოდის დიაგნოსტირება ჯერ კიდევ შეიძლება მუცლად ყოფნის პერიოდში ან ახალგაზრდა ასაკში, თუ მშობლები არიან დაავადებული ობსტრუქციული დაავადებებით, ეს არის თქვათ ასტმა, ობსტრუქციული დაავადებები, არიან მწეველები და გენეტიკურად არის ისეთი ფაქტორები, როგორც არის მაგალითად გენეტიკური ფაქტორები, ეს არის ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი, ეს არის თამბაქოს მოხმარება, ეს არის გარემო პირობებში აქვს დიდი მნიშვნელობა, სად იზრდება ჩვენი მოზარდი თაობა ჯანსაღ გარემოში, ამიტომაც არის, რომ აი თქვენ ტელევიზიით ზოგადად ძალიან ბევრი გადაცემები ეძღვნება გარემო პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს, რასაკვირველია, ანამნეზში ობსტრუქციული დაავადებების არსებობა და არსებობს ეგრეთ წოდებული უცნობი ფქოდი. ანუ მიზეზი უცნობია თუ რატო განვითარდა. ამიტომაც დღესდღეობით არის სტატისტიკა და გამოიყოფა 4 ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ძალიან საინტერესოდ ვითარდებიან მათი სასუნთქის სისტემის გზა მომავალში. ადამიანები, რომლებიც იბადებიან სხვადასხვა პრობლემებით სასუნთქის სისტემის, მაგალითად არის ესე იცნება მცირე ფილტვის ცნება, ანუ პატარა ფილტვის ცნებით, ადამიანი იბადება ბუნებრივად პატარა ფილტვით და არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან უკვე ნორმალური ფილტვებით. აი, ცხოვრების სხვადასხვა გზაზე ისინი შეიძლება გადავიდნენ, ტრანსფორმაცია გაინცადონ და გადავიდნენ ფქოდის თქვათ ჯგუფში, ან გააგრძელონ ცხოვრება ისე, რომ მათ ცხოვრების მანძილზე არაფერი პრობლემა არ შეექმნებათ. თუმცა გამომდინარე აქედან, რა თამაშობს გადამწყვეტ როლს, რასაკვირველია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემო პირობები და უარის თქმა იმავნე ფაქტორებზე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ხშირად გარს გვაკრავს და ხშირად გვიწევს ამ გარემოში ცხოვრება. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ძირითად დამინძურების საკითხს წარმოადგენენ არა ფაბრიკა ქარხნები, რომლებიც სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო 90-იან წლებიდან შემცირდა და ბევრი აღარ ფუნქციონირებს, არამედ ის უხარისხო საწვავი და ის ავტოპარკი, რომელიც დღეს მოძრაობს ჩვენ ქალაქში და არა მარტო ჩვენ ქალაქში, სრულიად საქართველოში, ამიტომაც აი აქედან გამონაბოლქვი მძიმე მეტალები, ის მავნე აირები, რომელსაც ისინი გამოყოფენ, როგორ გითხრათ, უნიშნულოვან როლს თამაშობენ ამ მძიმე დაავადების განვითარებაში. მკურნალობის მეთოდი როგორი არის ასეთ შემთხვევაში, ბატონ კახა, და შესაძლებელი არის თუ არა ვისაუბროთ სრულად გამჯამრთელებაზე, თუ ეს ვთქვათ, ანუ ქრონიკული არის და შესაბამისად მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მივაქციოთ ყურადღება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პაციენტები, რომლებიც შეიძლება დაიღალნონ ამ პროცესით, ვთქვათ, და შეწყვიტონ მკურნალობა რაღაცა პერიოდით მაინც და შემდგომ მიუბრუნდნენ. შედეგებზე ვისაუბროთ, მოდით, მკურნალობის შედეგებზე და ასევე შეწყვეტის შედეგებზე, როდესაც წყდება მკურნალობა. მოგახსენებთ, დაავადება საბედნიეროდ არის მართვადი და კონტროლირებადი. მას მართლა ქვია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც მიუთითებს, რომ ის ქრონიკული დაავადებაა და ძალიან საინტერესოა, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება შედგება ორი მნიშვნელოვანი ცალ-ცალკე დამოუკიდებელ მძიმე დაავადებისგან. ეს არის ფილტვების ემფიზემა, რომელიც ერთ-ერთი უმძიმესი დაავადებაა და ობსტრუქციული ბრონხიტი. აი, მათი ერთობლიობა ჩვენ გვაძლევს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას. დიაგნოსტირება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ აი ჩვენი ლექციების თუნდაც დიდ როლს თამაშობს თქვენი გადაცემების ფონზე.
საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდა ამ დაავადებასთან მიმართებაში. რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა უნდა ჩატარდეს აუცილებლად მაღალი დონის პროფესიონალის მიერ, ვინაიდან თითოეულ ჯგუფს მქოდი ცალკე იყოფა რამდენიმე ჯგუფად, აქვს თავისი დამახასიათებელი მკურნალობის სქემები, რომელიც დანიშნული უნდა იყოს აუცილებლად მაღალი დონის სპეციალისტის მიერ, ვინაიდან არ მოხდეს შეცდომა, აი თქვენ როგორ ვთქვათ, მკურნალობის ხანგრძლივობაში, შეწყვეტაზე, უარის თქმაზე, ვინაიდან მდგომარეობა შეიძლება ერთ თვეში გაუმჯობესდეს პაციენტი და მან ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვოს მკურნალობა, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ გზა იმ შეუქცევადი პროცესების განვითარებისა, რომელიც შეიძლება მოყვეს შეუქცევად ან უხარისხო მედიკამენტებს, შეუქცევად მკურნალობას ან უხარისხო მედიკამენტებს. აი სწორედ აქ არის ხანგრძლივობა, მქოდის მკურნალობა არის მუდმივი, ცხოვრებაში უნდა გააგრძელოს, მაგრამ ეს ისეთივე ქრონიკული დაავადება, როგორც დიაბეტი, გულსიძახვრთა დაავადებები, რომელსაც ჩვენი პაციენტები ჰიპერტენზიული დაავადებები, რომ ჩვენივრად მკურნალობენ და უძღვებიან, ამიტომ აქ არაფერი საშიში არ არის. მთავარია რომელ სტადიაზე, რომელ ფაზაში მივა ჩვენი პაციენტი ექიმთან, რომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, პირდაპირ გრაფიკებიც არის მოცემული და რაც უფრო ნაკლები გამწვევებები გვექნება, რაც უფრო ხარისხიან მედიკამენტებს მივიღებთ და რაც უფრო მეტ ჯანსაღის ცხოვრების წესის ელემენტებს ჩავთავთ ჩვენ ცხოვრებაში, მით უფრო ხანგრძლივია ამ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა. როგორია გავრცელების და გადადების პროცესი, ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ და შესაძლებელია თუ არა რომ თავი ავირიდოთ. ობსტრუქციული დაავადებები არ არის გადამდები დაავადებები, ისინი არ მიეკუთვნება ინფექციურ დაავადებებს, მაგრამ საინტერესოა, რომ ისინი მჭედრო კავშირში არიან სხვადასხვა დაავადებებთან. მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ყველაზე ხშირი გართულება ეს არის პნევმონიები, ანუ ფილტვების ანთება, რომელიც თავისთავად უკვე მიეკუთვნება ინფექციურ დაავადებებს. ნახეთ, როგორი მჭიდრო კავშირია მათ შორის, ხოლო მისი ყველაზე, ასე ვთქვათ, საშიში, ასე ვთქვათ, გამომწვევი და გამწვევების მიზეზი ეს არის ვირუსული ინფექციები. ყოველი ვირუსული ინფექცია თუ ჯანსაღი ადამიანისთვის შეიძლება იქნეს აბსოლუტურად უნებელი და ერთი კვირის განმავლობაში დამთავრდეს მისი მიმდინარეობა, მქოდის შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე და ხშირად შეუქცევადი ცვლილებები. ეს არის მიზეზი, როდესაც ჩვენი პაციენტები ვირუსული ინფექციის შემდეგ ხვდებიან სტაციონარებში, ინტენსიური თერაპიის პალატებში, მათ ჭირდებათ ჟანგბადი, მათ ჭირდებათ მართვითი სუნთქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მინდა მადლობა მოგახსენოთ დღევანდელი ასეთ საინტერესო თემის გაშუქებისთვის და გავაჟღეროთ ჩვენი პაციენტებისთვის, ვინ ჩვენ გვიყურებს ან ერთმანეთს გადასცემენ, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული რესპირაციული, ანუ პულმონალური რეაბილიტაცია. სამწუხაროდ რეაბილიტაციას ნაკლები ყურადღება ექცევა ჩვენ ქვეყანაში, უფრო მეტად აქტიურად მკურნალობაზე ვართ გადასული, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რეაბილიტაციამ დაავადების პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგრძელებაზე და მისი სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ორი ვთქვათ 50 წლის ადამიანი, ერთი რომელიც ვარჯიშობს, დარბის, აქტიურად არის სოციუმში ასოცირებული და მეორე რომელსაც ელემენტარულად გადაადგილება არ შეუძლია. და ორიოდე წუთი მინდა მაინც ჩვენი პაციენტებისთვის და ვინც მქონდით არიან დაავადებული დავაიმედო, რომ ეს დაავადება არის მართვადი. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ აი ჩვენ ყავს პაციენტები, რომლებიც დაახლოებით 2-დან 4 საათამდე უნდებოდნენ დილის ჩვეულებრივი პროცედურების ჩატარებას. წარმოგიდგენიათ, მაშინ როცა ჯამთელ ადამიანს ამისთვის ჭირდება 15-20 წუთი. ამიტომაც ყოველი რეაბილიტაციის შემდეგ, სწორი მკურნალობის შემდეგ, ექიმთან მონიტორინგის შემდეგ, ზემოთ აღნიშნული სიცოცხლის ხარისხი ამ პაციენტს მკვეთრად უმჯობესდება. ისინი აქტიურები არიან და არიან სოციუმში სრულად ასოცირებული. უღრმესი მადლობა. მოგზაურობისთვის, საუბრისთვის გვესაუბრებოდა ფსიქიატრი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახავა ჭარაძე.